მოგესალმებით თვითფასო ტელემაყურებლებო, დაგიბრუნდით, ქრისტე აღდგა, პირველ რიგში მოგილოცავთ აღდგომის წყინვალე დღესასწაულს და დაგიბრუნდით აღდგომ, ასე ვთქვათ, შესვენების და არდადეგების შემდეგ დაგიბრუნდით ჩემი გადაცემით არსი. დღეს ყავს ძალიან ლამაზი და ფანტასტიკური სტუმარი. ესეთი სახის ხელოვანი ჯერ არ ყოლია ჩვენ ხავდნენ მუსიკოსები, პოეტები, ლიტერატორები და დღეს ყავს სახვითი ხელოვნების წარმომადგენელი, ულამაზესი ადამიანი, სამი შვილის დედა, თაია მოსიაშვილი. მოგესალმებით ჩემო თაია. მოგესალმებით. გილოცავ აღდგომის პირველ დღესასწაულს და მადლობა რომ მოხვედით ჩემ გადაცემაში და მოგვიტანე ეს საოცრებები, ხელნაკეთი ნივთები. თვითფასო ტელემაყურებლებო, ესეთ რაღაცებს ქმნის ჩვენი თაია, უნიჭიერესი ადამიანი, თითქოს ერთ შეხედვით რაღაცა მარტივი დეტალებისგან, მაგრამ ამეთანხმებით ულამაზესია და მართლა შედევრები არის. ჩემო თაია, ეხლა უნდა იმას ვქნა რა, ეს რაღაცები უნდა შეგეკითხო რომ ხო თავისუფლად იგზენი ჩემ გადაცემაში თავი ეს ეგ ბავშვობიდან მოყვება ნუ ამ ნიჭით ვარა გაქვს ამაზე მე რო დავსვა მე ვერაფერს ვერ ვიზავ ხო ანუ ხატვის ნიჭი გაქვს ხო მოგესალმებით ყველას გემოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოვედი და წარმოვადგინე ჩემი ნამუშევრები. ეს ხდება საიდან? ბავშვობიდან კი. იმიტომ რომ მე მყავდა ბებოები ორივე, ქსოვდა, ქარგავდა და ბნელოდ 90-იანებში მომიწია ბავშვობა და ჩემი გასართობის საშუალება იყო ქსოვა. ქარგვასაც ესე შევეჭიდე, მაგრამ თლად ვერ დავქარგე და გულში მქონდა სულ ნაკლად რა და ამ დიდობაში ესე ბისერებით დავიწყე ქარგვა და ხელნაკეთის სამკაულების გაკეთებით დავკავდი. შვენიერი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ხო, რაღაცა ხა. რაც შეეხება ხატვას, ვერ ვხატავ. როცა გადავწყვეტე რომ ეს საქმე შემესწავლა, დაბნეული ვიყავ, იმიტომ რომ ვერ ვხატავ. მაგრამ იქ მითხრეს რომ არ არის მთავარი ხატვა, მთავარია ესე ხედვა, ფერების დასმა. განზადებული ნახატებითაც შეიძლება გადმოვიღოთ ისე რომ მე გავალამაზოთ, შევავსოთ და ესეთი ლამაზი რამეები შევქმნათ. ინეცოლით, მართლა ძალიან ლამაზი ნამუშევრებია და ეს დიდი დრო მიაქვს ამას. ნუ გააჩნია რას აკეთებ, კი, გააჩნია რას აკეთებ და გააჩნია რამდენად გაქვს დრო. თან რომ ამას აკეთებ და თან ჩემს სამ გადარეულ ბიჭს უნდა მივხედო და სამი მხრიდან მის დედას შემოძახილი, იწელება ეს დროში. ხო, თავისთავად ეხლა თავი არის ბავშვები და ოჯახი და მე ძალიან მიყვარს რომ ვიცი რა შენი ასე თქვა ეს გიჟური კარგი გაგებით დღის განრიგი ფორი ხო ცოტა მართლაც დასაფასებელია რომ შენ კიდევ ახერხებ გარდა ოჯახის საქმეებისა კიდე ახერხებ და ესეთ მართლა ძალიან ლამაზ ნამუშევრებს აკეთებ, თითქოს აი ხო არაფერი ბისერია რა, ბისერი მატერიალის გულისხმობ თვითონ ძალიან ყველასთვის ხელმისაწვდომი და ასე ვთქვათ რაღაცა თითქოს ხო ხელშესახებია, მაგრამ ამის ესე ამ ფორმაში ჩასმა და ამ ფორმით მე წარმოდგენა მაგას ნიჭი უნდა, რაღაცა პოეზია არის ამაში რა. მე ყველაფერი პოეზიის ეს ყველაფერი კეთდება პოეზიისა და მუსიკის თანხლებით. სმენით, რა თქმა უნდა. ხო. მითხარი, მოდი შეხა
ეს შემთთვის დავუშვათ ახლა ლექსის წერა მაგალითად არის ძალიან დამღლელი და დამქანცველი რა, ასე მე მაგალითად აღლილი ვარ ხოლმე ლექსებად. აი ეს შემთთვის რელაქსაციაა უფროა თუ ეს არის ჩემი სიმშვიდე. სიმშვიდე. ჩემი სამყაროა. ხშირად ესე ახლა ვიღლებით ადამიანები მთელი დღის განმავლობაში რა თქმა უნდა სამი პატარა ყავს კიდე მით უმეტეს და აი ის საათები მჭირდება ცალკე ყოფნის განმარტოების ხან ეს ხდება როცა ბავშვებს ვაძინებ და მაშინ გავაკეთო იმიტომ რომ ჩემ თავს დაუთმო დრო და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ამას იმდენად რომ შეიძლება 2-3 საათი გავიდეს და ძალიან პატარა რამოდენიმე ეს ფოთოლი მქონდეს გაკეთებული მაგრამ ეს არის სიმშვიდის და ჩემი ფიქრების ლამაზი ფიქრების დრო ხან მოგონებებში ვარ პაპასთან მოგზაურობ როცა აი ამ ციყვს ვაკეთებ და სულ ვიყავი პაპასთან ერთად დღეში ნაძვნარში იმიტომ რომ ეს ციყვი რაღაცა ასოცირდება ციყვი პაპა კი ჩიტები მაქვს კიდე გაკეთებული ბავშვობასთან ასოცირდება ძალიან ლამაზ მოგონებასთან მოვიხევი შენი ბავშვობა რა აი ნაცნარები და რაღაცა ნელი 90-იანები ხო რამდენად ბნელი იყო კაცმა ეხა დღევანდელ დღეს რა ბნელი იყო მაგრამ ხო იყო ბურთის თამაში შვიდქვას თამაში ხო შვიდი რეზინობანა და ეს პაპასთან ერთად სად პაპასთან ერთად ძალიან ლამაზი სოფელი მაქვს ქართლში, ფრონის ხეობაში და ფრონის გადაღმა ჰქონდა პაპას 60-ის ბაღი. იქ იყო ყველანაირი ხერხილი. ჩემთვის 60-ის ბაღი იყო. ამ ბაღის საურმე გზა იყო ზემოთ და იმის ზევით იყო ნაძვნარი. შესვენებაზე მე და პაპა რამდენად შესვენება იყო, პაპასთვის თორე ჩემთვის იქ გვიტები, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და აქ ბაყაყების ხმა რო ჩამოდიოდა იქ და ნაძვნარში ვავისეირნებდით ის იყო მე ჩემთვის ყველაზე კარგი და თბილი პაპასთან ერთად და აი გვეძებდი სულ ციყვებს და არ არის ისეთი ციყვიანი ტყე იქ რა ციყვნარი არ არის ნაძვნარია ხო ნაძვნარია და ამ ციყვის მოლოდინში ვიყავი სულ და ვერ ვნახე მაგრამ მე ის ციყვი მახსოვს ჩემებურად დახატული ანუ რომელიც უნდა ყოფილიყო რომელიც უნდა ყოფილიყო კი რომელსაც შენ გააშენებდი ხო როგორ ინება რომ ყოფილიყო დანაკლისი მაქვს ამის უნდა ვნახოთ ციყვი ეს არის ანუ ეგ ადმოიტანე ხა ის ნაძვნარის ციყვი არის ეს ამას რო ვაკეთებდი სულ იქ მოგზაურობდი სულ ბავშვობაში და საინტერესო მოგზაურობ მე ვიცი რომ შენ ისედაც გიყვარს მოგზაურობა და ახევარი ცხოვრება მე მგონი მთაში და ეს პაპას დამსახურება და იმ ნაძვნარის სადაც ვიყავი კი, როცა კი საშუალება მქონდა, თავისუფალი დრო მქონდა, და როცა ჩემი მეგობრები ისეთი მეგობრები აღმოვაჩინე რომ ყავდა თურმე ერთი სურვილი მქონია, კი, ლაშქრობებში დავდიოდით, მთაში, კარავით, მოგზაურობდით. ეხლაც შიგადაში ხდება ხოლმე ჩემს მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად. შენი მეუღლეც ეგრე გაიცანი, ხო? შენი მეუღლეც მთაში გავიც, შეხვედრა მთაში. შეხვედრა მთაში. ძალიან საინტერესო ამბავი. ჯვარიც მე მთაში დავიწერეს, ხელს თხოვნაც მთაში იყო. შენ გინაცო. მთის ხალხი ვართ, ბარად ჩამოსახლებულები. კარგია, კაცო, არა, ვეც ძალიან მიყვარს ლაშქრობები, ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ მისამ ვერ დავდივარ, ვეღარ ძამრთლობა არ მიწყობს ხელს, თორე ძალიან მიყვარდა მეც ბავშვობაში კარავით და იმითი და შემხვდა კიდევ ერთხელ შენი მეუღლე შემხვდა აბდულაურზე ავდიოდი და ის ჩამოდიოდა გზაში შევხვდა იქ გადავყარით არაყი რაღაცები და ის წამოვიდა დაუნაკითხო იცი რა თქმა უნდა რთულია ეხლა ოჯახი სამი შვილის გარდა კიდე ბევრი რაღაცა ჭირდება ოჯახს ხო როცა დიასახლისი ხარ ხო მეუღლე მოვა რაღაცა საჭმლის გაკეთება რაღაცა მაგრამ აი ამ უნდა კითხო იცი რომ რა გაძლევს შენ აი мотиваციას რა შენი აი ინსპირაციის წყარო მინდა ამას ეხა ძალა და ენერგია ჭირდება და ეს ენერგია საიდანაც უნდა აიღო ხო შენი ინსპირაცია გავიგე ციყვი მაგალითად ეხა იქ ნაძვნარი და ამბავი გავიგე მაგრამ ძირითადად აი შენი ასე ვთქვათ საწვავი ასე ვთქვათ რა არის იცით როცა უკვე სამი პატარა მყავს და აღარ მუშაობ და ჩემი სამსახური არის დიასახლისობა 24 შვიდზე კი ბატონო აი ეს არის რომ მინდა ჩემი დრო მინდა ჩემი სივრცე მინდა მესმის და
აი ის მერე და როცა დანაკლისი მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის თუნდაც სოციუმთან ხო ვერავარ ისე ხშირად როგორც სამსახურში მიწევდა ყოფნა და ადამიანებთან დავიწყე ურთიერთობა ამ ჩემს ხელნაკეთს ნივთებთან ანუ ინსპირაციაც ესენი არის აი ეს აუცილებლად როცა ერთს გავაკეთებ შეიძლება ის არ მქონდეს დასრულებული და მომინდეს რომ მოდი ეს სხვა ფერში გავაკეთო ახლა და ვიწყებ მეორეს სხვა ფერით რასაც წარმოვიდგენს იმან შეიძლება გზას გადაუხვიოს და კიდე სულ სხვა ფერი გამოვიდეს და სხვანაირი მაგრამ ხო მუშაობის პროცესში კი მუშაობის პროცესში ესე მივდივარ ხო არა მარტო სხვა ფერის შეიძლება სხვა ნივთის აი როცა დავიწყებ ისერების ქარგვის ტექნიკის შესწავლა და ეს გავაკეთე მაშინ მომინდა რომ გადავსულიყავით მის სამაგრებზე და გავაკეთე ესეთი ძალიან ლამაზი დედაშვილი პეპლები თუმცა ფუტკარიც ეს უბისერებით არის და ესეც თმის სამაგრია რომელიც ფიქრობ რომ ძალიან ლამაზი პატარა გოგონა მოიხდეს ამას ეს როგორც ხედავ ხა უკვე დაბრენდილია ხო შენი და თაის აკსესუარები და ბროწეულის შევარჩიე ესე ლოგოტიპი ბროწეულია სიუხვის სიახლეების ბარაკის სიმბოლო და მე მინდა ჩემი ხელით გაკეთებული ნივთის მეპატრონეს კონდეს ძალიან დიდი სიხარულის სიმრავლე და ეს სიმბოლურად გადავწყვეტე რომ ყოფილიყო ბროწეული და თან ესეთი ფერი ისეთია ძალიან თბილია ჩემთვის ეს ფერი ხო ბროწეული კი ბატონო ბროწეული პოეტური ამბავიც არის ამდენ ლექსი ბროწეულები არა ჩემთვის ეხა ეს პოეზია იცი რატო აუცილებელი ხო არა ლექსი წერდე რა ჩემთვის მაგალითად სახვით ხელოვნებაც პოეზია რაღაცა დოზით კი არა რაღაცა კუთხით იმიტომ რომ ამასაც თავის მუზა ჭირდება კი და ფიქრები ესეც ლექსია ხო თუნდაც ეხა ეს ციყვი ხო მოთხრობა არის ნაძვნარზე რა ფაქტიურად ჩატეულია ხამაში ამდენი მოგონება ამდენი ფიქრია ჩატეული არაჩვეულებრივი გამაგარი მართლა და კიდევ ეს არ შემიძლია არ თქვა ნემსიყვაპია ისევ სოფელთან და პაპასთან და ბაბოსთან ასოცირდება იქ ჩამოდიოდა ფრონიდან რო სადაც დგას დღემდე ხის წისქვილი და იმ წისქვილთან ამ როსთან სულ იყვნენ ფერადი ნემსიყვაპიები იქ გავლაც შემთთვის ძალიან ლამაზი და ესეც სასიამოვნო იყო და ესეც იქიდან წამოღებული მოგონების ეს რა უნდა გითხო იცი თვითონ ეს მასალის შეძენა აქაც შეიძლება ადგილზე და გამოწერითაც რამე განსხვავებული. ო მეგონი ხა ბისერებით არ არის და რაღაც ეხა ძნელი საშოვნელი თუ როგორ არა ძნელი საშოვნელი არ არის მაგრამ შეიძლება ის ფერი ვერ ვნახო რომელიც მინდა. და ამიტომ მეხმარება ეს საიტებიდან იცი. ამის რეალიზაციაზეც უნდა გითხოთ აი რა ეხა გასაგებია საყვარელი საქმეა კი ყავს და ყველაფერი მაგრამ რაღაცა უნდა ისახოს ეს ხო მე ყოველწამო პროხელოვანი მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება სადაც ხელოვანი ადამიანი თავის საყვარელი საქმით სასარჩოს მოიპოვებს იმიტომ რომ ავიცი რა ამ შრომას რო რაღაცა კიდე ყოფით რაღაცეებშიც რო გეხმარება ეს უკვე ბევრს ნიშნავს და მე მგონი გაასმაგებულად ამას შესაბამის რეალიზაცია როცა იქნება გაასმაგებულად იმაში მოტივაცია უფრო მეტი გაქვს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის შენი დახარჯული დრო რომ შემოსავლის წყაროთ იქცევა და თან მოწონება და დაფასება ექნება შენ ვერ შექმნილს ძალიან კარგია კი რა თქმა უნდა მაგრამ აქვე უნდა ვთქვა რომ აი რა ღირს ან ღირებულება მათი რა არის მიძნელდება ამ დროს თქმა იმიტომ რომ განსაზღვრა მიძნელდება რა ღირებულები შეიძლება იყოს და ამიტომ მირჩევნია აი ეს იყოს დიდი საჩუქარი მისთვის ვისაც ეს უნდა ვიდრე რაღაც თანხა დავადო თუმცა კი ხო ნუ არა მე არის Facebook გვერდი Instagram გვერდი და მის დახმარება რა ქვია გვერდს რო არა თაის აქსესუარები რა ვიცი აი ეს არის ხო ეს იგივე ლოგოტი არის ხო ბროწეულის ლოგოტი კიდევ ერთხელ ვაჩვენებ ელემაყურებელს რა ვიცი ვისაც მოგწონთ ესეთი
ამუშევრები და ვინც ხართ დაინტერესებული არ მომერიდება პირდაპირ რეკლამას გაუწევ თავის აქსესუარებს. უნიკალურია ის, რომ მეორე ძალიან რომ მოიტომო იგივე მსგავსი ვერ გავაკეთებ, არ გამოვა ერთ-ერთში არ გამოვა. ანუ ინდივიდუალური. შესაბამისად ინდივიდუალური კეთდება ყველა. ხო, ანუ სიტყვაზე ხა დავუშვათ ამის აი ნემსიხლაპიას დავუშვათ, მაგალითად ნემსიხლაპია რომ ავიღოთ. ამას იგივენაირს ვერ გაკეთებ, ერთ-ერთში ვერ გაკეთდება, კი, რაღაცა ცდომილება მაინც იქნება, სულ რომ ძალიან მოვინდომო. ანუ ხო, ამიტომ როგორც ამბობენ, ეს არის რა ქვია, ორიგინალი ამბავია. ნეიფტის უნიკალურობაც ეს არის, კი ბატონო. გამეორება არა. მორიელი როგორ შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ შენ ნამუშევარი ისეთ საყვარელია, რომ ძალიან მიყვარს. რაღაცა აი, ნახეთ, როგორ მშვენიერი მორიელი. უფრო ცხოველები? იერა და მწერები? იცით, უფრო ცხოველები და მწერებია რომ ვაკეთებ და სიამოვნებას მანიჭებს. მამოგზაურობს ბავშვობაში. თუმცა ყვავილებით ძალიან მომწონს. აი ხელსაბამი ამის გაკეთებას თითქმის ერთი თვე მოუნდი. ძალიან მაგარი, აი საინტერესო რაღაცა არის. ძალიან მომწონს. თან წყლის ფერები მიყვარს და გვერდს ბისერებს რომ გადავხედავ რაც მაქვს შენეცენი უმრავლესობაა ჩემი წყლის ფერი. საოცნება არა, აი მართლა ამაში ხა აი ამხელაში რომ არ ჩატეული და ამხელა ნიჭი უნდა და რა თქმა უნდა დიდინების ყოფა რომ ესე სკრუპულოზულად ჩაუძდე და რაღაცა თითო თვალი ჩასვა და მე ამას ვერ შევძლებ მართლა. თან მუშაობის პროცესში ხდება ისე რომ ძუა აქვს ამას ძალიან წვრილი და ეს შეიძლება აიბლანდოს. და ის ალგე. ანუ უნდა დაშალო, ანუ და გამოხსნა და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ამას 7 ნერვები სჭირდება. კი ბატონო, 7 ნერვები. არ უჩივი რასაც. ოჯახისგან არის ხელშეწყობა. კი, რა თქმა უნდა, ოჯახი რო ხელს არ მიწყობდეს, მე ამდენ დროს აღმას ვერ. დედა მუშაობს. მოვაცალოთ. ხო, კი, მე რომ ვარ ამ ჩემს სივრცეში, მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ბავშვებს ვიცი ყურადღება ექცევათ ამ დროს. ხო, რეალიზაციაზე უნდა კითხო რა, სად შეუულიათ სიტყვაზე აი ველიმაყურებელსაც რო უთხრათ რომ სად შეუულია ადამიანს შეიძინოს შენი ნივთები. გარდა იმისა რომ დაუშვათ ტელეფონზე დაგირეკავენ და რაღაცა. აი ჯერ ესე დიდი გამოფენები არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ რომ უკვე შემოდგომიდან შეიძლება გამოფენებში მივიღო მონაწილეობა. კი, მეც მასე ვფიქრობ რა და ისიც ვიფიქრე მე რომ პოეზიის საღამო როცა იქნება ჩემი რომ დაუთმო სივრცე შენ ნამუშევრებს და იქაც ანუ ასე მაღაზიაში სადმე ესე რომ დაუშვათ არა ჯერ არ მქონია მაღაზიაში სადმე რატო არ არის დაგროვებული იმდენი ნამუშევარი რომ დაუშვათ ალბათ აი არ შემითავაზებია ჯერ მაღაზიებისთვის ინტერესიც არ ყოფილა ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება გამოფენების შემდეგ, გაცნობითი ხასიათი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ Facebook გვერდია თუ Instagram გვერდი სოციალურ ქსელებში ბევრი მსგავსი ნამუშევარია და გამოფენაში როცა იღებ მონაწილეობას, უფრო მეტად საინტერესო, უფრო მეტად გიცნობენ, ხედავენ თვალშისაცემია და ყველაფერში ეგრეა, მაგრამ ეხლა შემდეგ იყოს პოეზიას ეგრეა. საღამო თუ არ ჩაატარე და თუ არ გააცანი შენი აშრომი ხალხი კონდეს და იყავ. კი ბატონო. ხო და რაღაცა მე მინდა რომ აქედან ვიშარგებლო კიდე რა და მიმართო ტელემაყურებელს და რა ვიცი სპონსორებსაც რომ ვისაც გიყვართ ესეთი ნამუშევრები, გადასარევი ნამუშევრები და დაინტერესებული ხართ ამ ხელნაკეთი ნივთების ასე ვთქვათ შეძენით და ვისაც ხელგეწიფებად კიდე რაღაც საგამოფენო დარბაზები და რაღაცების ასე ვთქვათ მოწყობა დაინტერესდით ამ ადამიანით არ ინანებთ დოროგი აი თვალსაჩინოა ადამიანის გადასარევი ნამუშევრები პროფესიით რა ხარ ბაკალავრიატი დავამთავრე სპეციალობით სასამართლო კრიმინალური ექსპერტი.
მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტი. ვაიმე. მაგრამ პროფესიით არ მემუშავია, ექსპერტის სპეციალობით არ მემუშავია არასდროს. კიდე კაი. კრიმინალური ანუ ეს ექსპერტიზა და დაქტილოსკოპიები და რაღაცები. სამხაროულში გავდიოდით ჩვენ პრაქტიკებს. ლევან სამხაროულს ვიცნობდი. აი ვიჭიროს ფოტოშოპში. ანუ პროფესიით შენ არ მიმუშავია? არ მიმუშავია, ვფიქრობ რომ პროფესია ამცდა თუ პროფესიას ავცდია. არის ხშირად ხდება საქართველოში ხომ მეც არ მიმუშავე ერთადაც ჩემი პროფესიით რა დიპლომატი ვარ და იურისტი და იურისტის ასე ვთქვათ რანგში ადრე კი თანდაყოლ 2004 წლამდე 98-დან მე აღარ მიმუშავია რა და რაც ესე ხდება ხოლმე რა შენი პროფესიით ვერ მუსიკასთან როგორ ხარ? იმიტომ რომ შენი ოჯახის ყველა წევრი თითქმის ყველაფერზე უკრავენ და ყველაფერზე მღერიან და შენ როგორ ახარ? მუსიკას ვუსმენ. მუსიკას ვუსმენ. შენ თვითონ არა? მე თვითონ არ მიცდი არა არაფერი. მაგრამ სულ ვამბობ, მე მიმღერიან. შენ გიმღერიან და ან კარგად გიმღერიან. აი ზუსტად ამ სიმღერით მოვიხიბლე თავის დროზე. შენ მაგ სიმღერით შენ კი არა ჩემო კარგო მოქმედულია რა ვიცი. ძალიან ბევრი შენ გემახსოვრება მე რომ მქონდა პოეზიის საღამო შენ და შენ მეუღლე იყავით და იქ რო იმღერა და აი მახსოვს დაშტერებული თვალები რომ ეს საიდან ამოსდის ვამბიცეს ხმო დღარი მაგარია როგორია ეგეთი ბოჰემა ადამიანის წოლობა მეუღლეობა როგორია იცი და არ არის მარტივი რა თქმა უნდა რთულია არ არის მარტივი, მაგრამ მე ვიცი რომ ერთი ძალიან კარგი ქართველი ბიჭია ჩემი მეუღლე, პატრიოტი, ამიტომაც არის ჩემი მეუღლე. ენაც მოკითხვა აქედან მიძინას. გვიყვარხარ ძმაო და ენაც მასაც ძალიან უყვარხარ, რომ ამდენჯერ ერთად ყოფილვართ ხოლმე სადღაცა დავუშვებ. მიმოგზაურე რაღაცა მე ჩაფიქრებოდა ჩემი თაი რაღაცა თქოს და პირველ ჩანს რომ ხელა სიყვარულს ატარებს არ შეიძლება შენაირ ადამიანი არ უყვარდეს ადამიანი თვითონ თუ გიწყობს ამ ხელნაკეთებს ჩემი პირველი შემფასებელი არის ბიძინა კი ჩვენ უყურეთ ერთი სული მაქსიმუმ ბაჩვენო როცა დავამთავრებ ბიძინა ძალიან კრიტიკოსია კი ბატონო და ცოტა ფრთხილად ვარ რომ აბა მზად ვარ კრიტიკისთვისაც, მაგრამ სხვათა შორის აი სტიმულს მაძლევს. არ გაუკრიტიკები ვარ. კარგია და მე როცა უფრო უკეთესებს, რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში უფრო უკეთესებს ვაკეთებ და უკეთესი გამოდის, შენ უკვე დახელოვნდი. და ეს ძალიან დიდი შეფასებაა ჩემთვის მისგან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელოვანი ადამიანი რომ შეგაფასებს კიდევ ეს მას ვიცნობ და ძალიან ის არის, რა ქვია. რაღაცას თუ აკეთებს, უნდა კარგად მაქსიმალისტია ძალიან და შენ როგორ იღებ კრიტიკას დაუშვათ, არის ხოლმე რაღაცა კრიტიკა საჭიროა, რა თქმა უნდა. ვიღებ კრიტიკას. ჯანსაღიო. ზოგს კრიტიკა გონია რა, იცი? კრიტიკა ზოგს გონია რა, პირდაპირ აღინებს და ანძღავს იქ გონია კრიტიკა. არა. საშინელება. შენ განშორს. ხო, არა. შენთან მიმართებაში კი არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, რომ არის ხოლმე ხა მე ძირითადად ლიტერატურულ ამბავს ვამბობ, მე სოციალურ ქსელებში და რაღაცა, ზოგს ეგ გონია კრიტიკა, რა თავზე რომ დაასხავს მზლაფს და გალანძღავს ადამიანს. არ დროზე კრიტიკა ეგ არ არის. იცით, მნიშვნელოვანია კიდევ ვინ გაგაკრიტიკებს. კი ბატონო. თუ კი ჩემი მეუღლისგან იქნება კრიტიკა, მე ხო ვიცი, მას ჩემთვის კარგი უნდა. რა თქმა უნდა. აუცილებლად მისაღებია ეს. რა თქმა უნდა. და გასათვალისწინებელია ალბათ, ხო? რა ვიცი, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მე ვფიქრობ, რომ ზრდის ადამიანს, ხელოვან ადამიანს ჯანსაღი კრიტიკა ზრდის. ნამდვილად. და ის მართალი გააჩნია ვინ გაკრიტიკებს, ხო? ვის შემოაქცია სწორებები შენ. ჰოკეისტმა რომ მითხრას, ვიღაცა ესე არ დაწერო ლექსის დაწერო, ხო გადავირიე, მაგრამ ლიტერატურა ცოდნე რო გეულება რომ რაღაცა რა უნდა კითხო იცი? რაღაცა ეს სულ შენით თუ არის რაღაცა კურსები ასე ვთქვათ, სადაც ამას კარგვის რაღაცა ტექნიკის შესწავლა. ნინო ნადერაშვილის სადიზაინო კურსია, მისერებით კარგო და იქ გავიარე სამთვიანი კურსი.
და იქიდან თუმცა სულ მინდოდა რა თქმა უნდა, მაგრამ როცა მუშაობ ამის დრო არ მქონდა. მე პატარები მყავდა ამის დრო არ მქონდა და როცა თავისუფალი დრო მოვძებნე, ცოტა მეტად თავისუფალი ისე რომ ხელში აღარ მეჭირა ბავშვი. მაშინ მივმართე ნინოს და მადლობელი ვარ, მე ნინოსგან ვისწავლე, აი ეს რაც ვისწავლე. ნუ ძალიან ხელმისაწვდომი ამბავია, ხსები დაუშვათ ვისაც ოდნავ პატარა ნიჭი აქეულია. და სურვილი აქვს რა თქმა უნდა, კი ბატონო. რა ვაკითხო, იცი, გასაგებია ეს საქართველოში მესმის რომ ის რეალიზაცია, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ აი უცხოელ სტუმრებს, ტურისტებს ძალიან უყვართ ესეთი ხელნაკეთი ნივთები. აი რა მაგუთხით ხო არის ფიქრია რომ დაუშვათ რაღაცა. ანუ იმ გვერდზე გვერდი ხო გაქვს სოციალურ ქსელში Facebook გვერდი. აი იმ გვერდზე რა გამოხმაურებები არის, იმიტომ რომ საზღვარგარეთი ყოველთვის აი მე რაღაც დაბრუნებული ვარ, რომ ტურისტები, ემიგრანტები ისინი მეტად აფასებენ, ბატონო. კარგი შემფასებლები არიან. ნამდვილად არა, ჯერ არ მქონია გამოხმაურება, იმიტომ რომ ჯერ არა ვარ ფართო მასშტაბზე არ არის გასული ჩემი ნამუშევრები. ხო, რაც სახე მაგას უნდა დავგუსტოთ ეგ ამბავი. ხო, საჭიროა. საჭიროა დავგუსტვა. იმიტომ რომ რა იცი, ბევრი უამრავი მაღაზიები ლესელიძეზე იცის, სადაც ტურისტები დადიან და სადაც ეს ხელნაკეთი ნივთები არის და სულ აი მისეულები არიან და ყიდულობენ და რაღაცა და რა ვიცი, ხა მე ვფიქრობ, რომ შენი ნამუშევრები საინტერესო თამდაბლად რო ვთქვა და არავის ნამუშევრებს არ ჩამოუვარდება და რაღაცა გვინდა ხო არ გიფიქრია დაუშვათ რაღაც ინდმეწარმე შექმნა ან რაღაცა ესეთი რომ ცოტა ოფიციალური სახე რომ მიეცეს. აი ფიქრის დონეზე მიფიქრია, მაგრამ ჯერ ქმედებაზე არ გადავსულ ვარ. როდის გონია რომ გამოფენას და მომავალი გეგმების ამბავში რომ ითხოვ. სექტემბრიდან უფრო რომ სექტემბერში და სად ვფიქრობ? ხო, სად ვფიქრობ? არის დაუშვათ ამორჩეული გაკრამეს. არის ხშირად არის მრავალშვილიანი დედების გვერდი, არის ესეთი Facebook გვერდი. ისინი ხელს უწყობენ მეწარმეებს გამოფენაში. აი იქ ნამდვილად ხელმეწიფება, მაგრამ სხვაჯერ მნიშვნელოვანი ისეთი არ მიფიქრი, არ გადამიდგამს ეს ნაბიჯები. ფიქრობ ჯერ დავაგროვო მასალა და მე მივხედო გამოფენას. დაახლოებით რამდენი ნამუშევარი? სადღაც ალბათ 70. 70 და 50 თვლი რომ არ არის საკმარისი გამოფენისთვის? ხო, მრავალფეროვნება უნდა იყოს. ბატონო, და რამდენი უნდა გქონდეს და 300? არა, ეს რაოდენობა არ მეკითხია, რამდენი უნდა გქონდეს. მე თუ მგიღა 70 ესეთ 70 მე რომ მქონოდა გაკეთებული შეიძლება 70 არ მაქვს ადგილზე. ყველა არ მაქვს. ეგ არის რაც ალბათ გავაკეთე 70. მესმის, ხო. ზოგის რეალიზაცია მოხდა, ხო? კი ბატონო, კი. და დაახლოებით ეს შეიძლება ცოტა ისეთი კითხვა ჩემოთაია, მაგრამ უნდა ვთქვათ ესეც რა. დაახლოებით რომ ვისაც მოსწონს და ვინც არის მომხმარებელი ასე ვთქვათ და ვინც არის დაინტერესებული, რომ დაახლოებით რომ იცოდეს რა ფასში მეტყობს, ხო, ესეც ცოტა ისეთი შეკითხვაა, მაგრამ ნუ საჭირო. აი 40 ლარიდან სადღაც 150 ლარამდე. ნუ გააჩნია სიდიდეს, კი ბატონო, კი. შვენიერია. ეს რა ქვა არის? ამეთვისტო. ამეთვისტო რა ლამაზია ძალიან. ეს ხავერდიც უკან რაღაცა შვენიერია. ამ მასალას ატყიდულობ ხოლმე. მასალას, აი ეს მასალა საქართველოში მაქვს ყველა ნაყედი აქ. არის საკალენდარიო მაღაზიები. იქ შევეძინე, რაც სამყაროსაბამს დასჭირდა. და ეს ჩვეულებრივად
ნებისმიერ ადგილას შეიძლება ეს სამყაულები გამოიყენოს ადამიანმა. დიახ, ეს ქურთუქსაც უხდება. ქურთუქსაც უხდება. იჯაკს უხდება, ჯინს ძალიან უხდება. თითქოს არ არის ასაკში შეზღუდული. თავარი ადამიანს მოსწონდეს. ხო, აი უნდა მეკითხა რა ასაკის სეგმენტზე არის გათვლილი მეთქი დაუშვათ, მაგრამ ეს გვირელა მგონია ნებისმიერი ასაკის. გვირელა ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ სამოს მოუხდება. კი ბატონო, თინეიჯერიც და და ეს შემოდგომის ოთხი სეზონი. რა კარგია მართლაც რა აი ვივალდიც ხელს მოაწერდა ამაზე შვენიერი ამბავია ანუ და სპონსორის ძებნაც დაუშვათ არ გიცდია და არა ხო არ ფაქტიურად ნაბიჯი ავიდგე ეს ამებს აკეთებ ოღონდ რაღაცა პროცენტ კმედიტი ისკენ არ გადაგიდიოს ნაბიჯი ეგ არაფერი რა ვიცი მე ჩემი ხრი ვეცდები ხელი შეგიწყო ყველაფერში ეს გადაცემაც არსი იმიტომ კი არსი არის ხელოვნება ლათინურად და იმისთვის არის ეს გადაცემა რომ ჩემისთან ხელოვანი ადამიანები რომლებიც ამაზე არ ჩანან გამოვიყვანოთ გავაცნოთ საზოგადოებას გავაცნოთ მის ნამუშევრები მე ვიღაცას დაინტერესებს შეიძლება დაინტერესოს სპონსორი გამოგიჩნდეს არაფერი დასამალი არ არის რა თქმა უნდა ხელოვნებას დაფასება უნდა და შესაბამისი შეიძლება ვიღაცას მოეწონოს დაგიკავშირდეს აქ ტელეფონის ნომერიც ხო არის მითითებული კი იმას ხო ტელეფონის ნომერიც მითითებული შეიძლება ვინც ხარ დაინტერესო ანუ ესე გამოფენა დაუშვათ ესე დაგეგმილი არ აქვს ჯერ არა დაგეგმილი აქვს აი სიტყვაზე ვამბობ ეს მაგალითად რომ შეკვეთა რომ მოგწეს დაუშვათ ადამიანებს რა ირდება მინდა ეს აი დაუშვათ სახლი გამიკეთე ამ ესეც შესაძლებელია ხო? რა თქმა უნდა, შესაძლებელია სახლის გაკეთება დამკვეთის ფერების მიხედვით. ხო, იმ დეტალებს გაკეთება. კი ბატონო, კი. მაგრამ ეს ორი სამუშაო დღე მაინც არის საჭირო, იმიტომ რომ შეიძლება შესაძლებლის მასალა არ იყოს და მოძიება დაგჭირდეს. დედას შეიძლება დრო იმდენი არ კონდეს, რომ ერთ დღეში დაასრულოს. დეშმის. ხო, იმიტომ რომ ეხა ორი სამუშაო დღე ეყოფა მაგას, რა ვიცი მე მგონი სირთულეს და სიდიდეს გააჩნია, ხო. არა სახში აკეთებ ძირითადად. დიახ, სახში მაქვს სახელოსნო. ხო და აი მაგ უნდა მეთქვა რომ რაღაცა ეხა სახში მაინც ვაქვს ამი პატარა ბავში, გაირია იქ აი მანიც რაღაც პატარები არიან მაინც ეხა განსარევ ბავშვები არიან, მაგრამ იქ აიღო რაღაცა გადააგდო აურია რაღაცა მოსაფრთხილებელია და მე ვფიქრობ რომ შენ რაღაცა ცალკე სივრცე გჭირდება სადაც ჩემი სივრცე შენი სივრცე სადაც არავინ არ შევა შენს გარდა არ შევა გულისხმობ იმას რომ იქ შენი მუშაობ და შენი ასე თქვა შენი სამყარო გექნება და მგონია კი ბატონო მგონია ყოველს სჭირდება ამ შემთხვევაში მით უმეტეს როდესაც ასეთი წვრილმაინ დეტალებისგან ქმნი რომ რამე არ დაიკარგოს არ მივარდეს მით უმეტეს ბავშვების ხელში მაგრამ ამ წუთში ჩემთვის ეს მოსახერხებელია იმიტომ რომ თან ბავშვებთან ვარ ხო მესმის და მათი ხმა სულ მესმის ხო და სიმშვიდე მაქვს იმ ხრივ რომ იქ არიან სადმე არა ვარ ხომ დედომანია დედომა ნუ ეხა ბიჭისთვის თან ბიჭებისთვის განსაკუთრებული ამბავია დედა რას აკეთებ ეს ჩემი ბიჭებიც შემფასებლები არიან და შევეკითხები დედა ლამაზია კი შეიძლება მითხრას განსაკუთრებით შუათანამ ჩიდომ ამას ესფერი მოუხდებოდა ანუ ჩართულების ხელოვნებისკენ მიდის ეგ უნდა მეკითხა ხა რომელიმე სხვა გამოყვე ეგ ნიჭი მეთქი სიმღერის ნიჭი ეკნებათ მაგრამ რომელი აუცილებლად ამ ყველას ყველა ღიღინებს თავისთვის მაგრამ როცა ეტყვიან აბა იმღერე არ არსებობს არ იმღერებენ მაგრამ თავისთვის როცა უნდათ აუცილებლად ღიღინებენ საყვარლები ხო და ალექსანდრე სკი ხატის ნიჭი აქვს და ძალიან უყვარს სამუშაო იარაღები ანუ
ტყელტუჩა რაღაცა. კი ბატონო, ჩაკუჩი, ტყელტუჩა, ლურსმანი. თუ სადმე რამე თავის ადგილზე არ არის, სად არის ალექსანდრე მიწის. ალექსანდრე ძალიან. ანუ მე რა ისეთი ანუ პირიქით მე ხა იქით მივდიოდი რომ ხელს ხوار გიშლიან ბავშვები თავის სიცილკის და გამოგანა, იმიტომ რომ ცუდებიან ან რაღაცა მავნებლობენ. არა, თავის რაღაც ეხა ბავშვია და ცელკია და თურმე პირიქით აღმოჩნდა რომ მეხმარები. კი, მეხმარებიან. თუმცა ამასობაში პატარა რომელიც არის 4 წლის არის დამიანე, ის კამს მოიდგამს, დაждდება და ბისერებს თვლის, ან რაღაცას აკეთებს, თამაშობს ამით. ხო, მაგრამ გარკვეულწილად ეგეც ხო ჩართულობა არის. კი, ჩართულობა, მაგრამ გთხოვეზოში ჩადი მე ვეუბნები. გიორგი უფროსი არ ერევა მსგავს ამბებში, არა, იმას სპორტული ინტერესები აქვს, ის სხვა მიმართულებით არის ეს. შეიძლება შეამჩნიოს, რომ რაღაცა სიახლეა, 1-3 კვირის მერე როცა ის ლიფტი გაკეთებული. ის უკვე დამოუკიდებელი კაცია რა. ის მგონი დაბადებიდან დამოუკიდებელი. დადის სპორტზე, ხო? კი, ძიუდოზე დადის. ძიუდოზე დადის, მაგას ვინაცვალე. ვარჯიშობენ აქტიურად. კი, ბოგვერი კი არის, მომის ბოგვერი. ჩემოთ აი, მე მინდა რომ დიდი წარმატებები გისურვო. მართლაც ნიჭიერი ადამიანი ხარ, გადასარევი შემოქმედი ხარ, მე თუ მკითხავ და დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელიც დამეთანხმება ამაში, რომ ეს არის გაჯერებულია შენი ნამუშევრები, აი იგრძნობა ეხლა ის ნაძვნარის ამბავი მეც ვერ რაღაცნაირად ჩამრჩა. ეს ნემსიკლაპიების ამბავიც ეხლა რო იყო და იქ რაღაცა ეს ვფიქრობ რომ ესეც ლექსია, უდიდესი პოეზია დერშენს და რაღაცა უნების სიყვარული არის ძალიან დიდი დოზით შენს ნამუშევრებში და ეთქობა რომ გულიანი ადამიანის გაკეთებულია და ძალიან დიდი მადლობა. გულიანის და გულწრფელია და წესიერი ადამიანის გაკეთებულია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ არ ყოლია სახვით ხელოვნების წარმომადგენელი, ჩემს გადაცემაში არ ყოფილა ჯერ, პირველი ხარ შენ და დიდი მადლობა. პირველი მერცხალი ხარ და მინდა რომ ყველგან პირველი იყო. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. მინდა რომ ძალიან დიდ წვერვალებზე ახვიდე შენ ამ საქმიანობით. შენ შვილებთან ერთად და შენ ოჯახთან ერთად მინდა რომ წარმატებული იყოს და ძალიან დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში სტუმრობისთვის. ტელემაყურებელსაც შევახსენებ კიდევ ერთხელ რომ სტუმრად ყავდა დღეს თაია მოსიაშვილი. აი ამ გადასარევი რაღაცების ხელნაკეთი ნივთების ავტორი, ამას თავის დაბრენდულ ასე თქვა სახესაც გაჩვენებთ, ვინც ხართ დაინტერესებული. შვენიერი, ძალიან კარგი შემოქმედი ადამიანი, გადასარევი ადამიანი, 3 შვილის დედა და დიდი მადლობა შენთაია, დიდი მადლობა თქვენ რომ ვიყურეთ, ეს გახლავთ გადაცემა არსი, მე მისი წამყვანი გაგაგომართელი და არაჩვეულებრივი თაია მოსიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე, წარმატებები შენ.